ისევ და ისევ ჩემი დამანგრეველი ხელებით გაგაჩერებ. ნახოთ. ესე რომ ვთქვათ. მოდი, შენ ტრაილერები ჩემ ქვემოთ შევეჯახოთ. შენთვის კიდევ ერთ კაი ამბავს გეტყობავდი, გინდა? მითხარ. ჯერ გამაში ცაციასთან არ მიჩხუბია? სახელი ტიტულიც ჩავთვლი ამასაც. და ესენი მინდა ყველა ამ განმოვიბარო რა. ანუ რევოლუცია უნდა მოვახდინო გამაში. ბექა კორტავა და გურამ კვარაცხელია გამო ვოჩმენის საღამოს დააგვირგვინებენ. 77 კილოგრამში ასულ კორტავას მასპინძლობას კვარაცხელია გაუწევს. გურამს წლების წინ ბავშვობაში განცდილი მარცხის გამო რევანშის აღება უფრო დიდ სცენაზე სურს. კორტავა კი სატიტულო ამბიციებით მოდის და მარცხს კვლავ არავისთან განიხილავს. რინგამდე მებრძოლები ერთმანეთს ჩაწერაზე შეხვდნენ და გაისაუბრეს. პაროძმა! რაუმორჩის. როგორ ბრძანდებით ბატონო გურამ? მიდის ვარჯიშების საქმეები რა ხოშიანოთ. ასე კაი ხარ. მეც კარგად მომადლობა რომ გითხრა. არა მართლა აშვები, როგორ იკლი? ხო ნახე, რაფერს ვიკლებ? წონაში. მოკლედ მეგობრებოდა ჩემო ძვირფასო აუდიტორიამ. დღეს მოვდივარ, სასწორი მაგ ესე ღლიაშია მოდებული, შემოვდივარ. წონა მაინტერესებს რა, როგორ ვარ აქეთ, იქით უნდა გადავამოწმო. აქ ხდება გურამი გამოდის. პარო ბეგუშო ძმაო და თან კოკა-კოლა უჭირავს აქედან, აქეთა ხელში შაურმა და წავიდა უბერავს. რა ეთყობავი ჩემზე დაკლები როა წონა. იმენა მეგვიждებ. რა ვიცი, ორივე წალობთ რა წონის კლებაში, რა ვიცი. წოლება გვიწევს მაგალითად ეხა ორივეს. შენ წვალება გქონია რა კოკა-კოლაზე შაურმა შავდი ბიჭო რა წვალო. როგორ მიდის ვარჯიშების საქმეები, ხო? კარგად მიდის ვარჯიშების საქმეები, რა ვიცი, დღე-დაღამე ვარჯიშობ. სად ემზადებ? ძირითადად ვემზადები დარბაზში, სამხედრო დარბაზში. ანუ სამხედრო ნაწილში უბრალოდ. სადღაც პირველ საათზე გადავდივარ და 5:30-მდე ვაგდივარ დარბაზში, ასე რომ ვთქვათ. პატივსემ არა მხოლოდ შენს სამსახურზე ყოველას ბიჭებს ვინებიც არიან მანდ, იმიტომ რომ ნამდვილად ქართველი მაგარი ვაჟკაცები ხარ და წარმატებებს უსურვებ ყოველას. გაიხარა. არა ჩემთან ჩხუბში არ გისურვებ ერთადერთი, მაგის იქით. ანალოგიური მეც წარმატებას გისურვებ, მაგრამ ჩემს მერე. მაგის იქით ყველაფერი კარგად იქნება. მაგის მერე კი კაცი, ერთმანეთს ჩავხუტოთ. ჩემს უბრალოდ ეხლა რაღაცას კითხავ და ასეც იქნება და ასეც არის და ასეც არის ვალდებული რომ ჩვენ გავაკეთოთ რა. კი, ბავშვობის მეგობრები რაღაცა სანაცნობო ვართ, მაგრამ რინგში რო შევართ 6 წუთია, ხო? 6 წუთი ლიანობაში. ის მეგობრობა და ის განზე გადავდოთ ის 6 წუთით და 6 წუთის მერე დავაი ბაზარი არა ერთმანეთს ჩავხუტოთ. ხო, რინგზე ყველაფერი, ჩემ პრესკონფერენციაზეც საუბარი მაგას ნიშნავდა, რომ რინგმა არის ის არც ძმაკაცობა და არც ჩემი საკუთარი ძმა რო იყოს და მოგვიწიოს, ვიჩხუბებთ და არა ეს პირველი შემთხვევა და არა ეს მეორე შემთხვევა, რომ რინგზე უჩხუბიათ თუნდაც ძმებს, თუნდაც მაკაცებს და ასე შემდეგ. რა, ეგ ჩაოლებია და რინგს იქით კიდე ადამიანობა და ძმაკაცობა ჭირდება და ეს ჩვენ რაც გვეხება უნდა გავაკეთოთ, იმიტომ რომ ჩვენს წინსვლას, ჩვენს კარიერას, ჩვენს ყველაფერს ეხება ეს ყველაფერი რა და რა თქმა უნდა მაგის იქით ვალდებულები ვართ რა და მეგობრობას რო გადავწერთ, რა ვიცი, რამდენი წუთია რა მითხარ? 6 წუთი. 6 წუთის მერე. ნახოთ გურო, ნახოთ. რა ვიცი, რა ჩვენი ვალია ეს ასე ვქნათ რა. იქნება და პირველ რაუნდში მთიშავ დამტოვე 2 წუთზე. არა, ეს პირველ რაუნდში არა. ცოტა მინდა რა. ანუ ზოგადად რა მივასწრო იცი? ანუ გასიტაშვილთან ეხა გამიმართლა და პირველ რაუნდში დავამთავრე, მაგრამ ზოგადად მივასწრება 3 რაუნდი ჩხუბი. მინდა სიამონებას ვიღებ. გამართლება არა. გამართლება იყო, მაგრამ კლინჩი, რავი, ჯერ რასაც უყურე გამაში ჩხუბები, რავი, ჩემი აზრით ეხა მე რას უყურე, მარტო მე ანუ გავაკეთე უცბად. ხო, მაგრამ გამართლება არა, იმიტომ რომ რავი, ჩხუბში ჩემი აზრით გამართლება, რავი, ეს გამართლება შეიძლება ხალხმა დაუძახოს, მაგრამ გამართლება არა, ეს შენი ბრძოლის ტაქტიკა იყო, შენი მომზადება იყო და შენ გამოходი შენი საქმე გააკეთე და მოიგე რა, გამართლება რა შუაში, ისრომე ბევრი, ისრომე მაგ ადამიანზე მეტი და მოიგე რა. ანუ ზოგადად 3 რაუნდი მომწოს. სიანებოსაც ვიგებ. შემიძლია ერთადერთი რაც შემიძლია გითხრა და დაგპირდე, აი 100-დან 100 კი არა მილიონიდან მილიონს გეუნები, რომ აი ტანზე არ მეტყობა, მართლა არ მეტყობა, შეიძლება ვიღაცისთვის მეტყობა, მაგრამ ტანზე ნახდათ არ მეტყობა, მაგრამ ბაზარია რა ვიცი. ჩემთან
ანუ ფიზიკური ჯანით რა, იმენა ფიზიკურ ჯანზე შეიძლება პრესკონფერენციაზე გითხარი რომ ჩემზე ფიზიკურად ბევრად ჯანზე ხარ, მაგრამ შენ უბრალოდ ვიზუალურად მე დარწმუნებული ვარ რომ შენ უბრალოდ ვიზუალურად გამოიყურებ ფიზიკურად ჩემზე ჯანზე, თორე რინგზე რო ავალთ, შენზე არანაკლები ჯანი მექნება, შენზე მეტი თუ არა. ეგ მინდა მე მეც. და ჩემთან კლინჩი აი მართლა იცი ალბათ ამდენი წელია MMA-ის მებრძოლი ვარ. და ჩემთან კლინჩი გაგიჭირდება. მაგას აი ასე მე იმას კი არ ვიძახი რომ მე შენ მოგიგებ, გაგთიშავა და მას გიზავან იმას უბრალოდ მე გეუბნები კონკრეტულ ამ მომენტში ჩემთან კლინჩი არ ამგონია მსგავსი რამე გამოგივიდეს, მაგრამ ყველაფერია შესაძლებელი. კლინჩი არც მე არ მევასება, მით უმეტეს შენთან. თან მით უმეტეს ყველაფერს თავი დავანებოთ ფიზიკურ ჯანზე, იმიტომ აქ საუბარი რომ წონით შენზე ალბათ 1-10 კილოთი მეტი ვიქნები რინგზე. ეს ანალოგია, ეხაც მაგარი ხო ძივარ. არა, მე რას გეუბნები წონაზე. იმიტომ რომ შენ ბევრი არ დაგიკლია, მე ვიკლებ ყველა ბრძოლაში სადაც დამიკლია მინიმუმ 8 კილოთი მე ჩემ წონაზე 77-ს ხო ჩავაბარებ, მაგალითად შეიძლება 87-იც ამოვიდე რინგზე, ხომ? მაგარ დღეში ისე ვდგენ, რომ აი არანორმალურად რა, დიდი პლუსი ეგ მაგ ხომ. მაგიტომ აქ ახლა კეიცი წონა რამდენს ნიშნავს ჯანში რა და შენზე რა მოდენიმე კილოთი, აი 1 კილოც კი მაგარია. ხომ მიხდი ანუ წონა და შენზე ბევრად მძიმე რო ამოვალ, ნახოთ რა როგორ იქნება. ტანად მართლა არ მეტყობა თუ ფიზიკური ძალა მაგრამ. არა, ბაზარი არა, ტანეთ ეხა არ გეტყობა ეხა, ბაზარი არა, მაგრამ დარტყმები გაკ მინდა სერიოზული და. ხო, ფიზიკური ძალა ამას ხედავ და ანუ ხედავ რა, რას ანუ ზიანს ვაყენებ რა, მოწინააღმდეგეს და პირიქით ეს мотиваციაა ჩემთვის რა. იმიტომ რომ უფრო მეტი და მეტი უნდა ვეშრომო იმისთვის რომ ეს დარტყმების და ეს რაც უდარი მოხდება ასე რომ თქვა ჩემი სიტყვით, ის რა ავიტანო რა. ვიცი ველოდები ამას, ყველაფერს ველოდები შენგან რა. ხო, ანუ ნახე შენთვის მეორე ფაქტორი ისიცაა, რომ ნუ შენი მხრიდან რომ იმშელო ეხა მე რა, შენ საუბარი არ გიყვარს, მაგრამ შენთვის მეორე ფაქტორი ისაა, რომ ჩემი აზრით ამ ბრძოლაში მართლაც ყველაფერი უნდა ჩადო, მართლაც ყველაფერი უნდა გააკეთო და ყველაზე დიდი мотиваციაა, რაც კი შეიძლება გამაში ქონოდეს და ყველაზე მაგარი ამბავია შენთვის ჩემი გამარჯვება, ვიდრე თუ შეიძლება ვინმეს მოუგო, მე ამაში დარწმუნებული ვარ. იმიტომ რომ ჩათვალე ერთ-ერთი გამას ვარსკვლავ მებრძოლებს რო ეძახიან, ერთ-ერთი ყარ და კი, ანუ დიდ ცნობადობას მოგიტანს. თავიდანვე აღნიშნე ეს მე. ხო, ბევრ ამას მოგიტანს ეს ბრძოლა. კი, თავიდანვე აღნიშნე ეს შენთან მიმოწერითაც და ისედაც რა. ხო. რომ ანუ საუკეთესო ხარ გამაში, მე ასე ვთვლი რა. მადლობა დიდი. გაიხარე. ხო და ანუ რას გულისხმობ, იცი შენ შეიძლება მოიგო 5 ჭხუბი, შენ შეიძლება მოიგო 6 ჭხუბი, შენ შეიძლება არავის არ ვაკნინებ, აქედან მე გეუნებით და ვიღაცებმა ეხა მესენჯერზე წერა არ დამეწყოთა ტურნირები არ მიშალოთ. იმიდან გამომდინარე რომ გინ სახელი გვარებით გახსენოთ, არ გეწყინოთ. შენ შეიძლება ვიღაცებს მოუგე, მაგრამ არ მოგიტანა რა ის ცნობადობა, ის ყველაფერი რაც შენ შეიძლება მოგიტანოს და რაც შენ შეიძლება მოიტანა და აი ჩემთან ბრძოლაში კი ჩვენ უკვე სანამ ვიჩხუბებდით და ხალხმა რო გაიგო რომ შენ მემხვდებოდი, დარწმუნებული ვარ იმაზე მეტი პოპულარობა მოგიტანა უკვე ვიდრე იმათ პატარათი გავიქაჩი ასე. ანუ ხო რა და რო იჩხუბებ ბევრად უფრო ხო, მიზანი მაქვს. კი, აგერ გეუნები პირდაპირ. კი, ვაფასებ, რომ ასე ერთმანეთში ვართ. გზაზე, სადაც არ უნდა იყოს მაო, რაც არ უნდა გაგიჭირდეს, სულ შემოგვერდით მიგულებ. მაგრამ რინგი არის რა და პირდაპირ გეუნები, რომ რა ყველაფერს გავაკეთებ. ყველაფერს ვიზნამ რა, რომ როგორც მე მინდა ეს წავიყვანო ბრძოლა. ანალოგიური შენი მხრიდანაც არის ასე. მე დარწმუნებული ვარ, საუბარი და ფიქრებით. ხო, მე დარწმუნებული ვარ, იმიტომ რომ შენ არ ხარ მებრძოლი და შენ არ ხარ ბიჭი, რომელიც აი ერთი მოხდეს და აუსოღო და. და რაღაცა შენ ჭხუბებ ბოლომდე, რაც ვიჭხუბებ ბოლომდე, ერთადერთი კიდე იმის მედი მაქვს ამ ბრძოლაში, რომ ისევ და ისევ ჩემი დამანგრეველი ხელებით გაგაჩერებ. ნახოთ. ესე რომ ვთქვათ. მოდი, შენ ტრეილერები ჩემ ქვემო შევეჯახოთ. მომანახე. საო, მიგზეს დავაჯახოთ. დავაჯახოთ. ხო და. ანუ შენ ქვის ხელები გაქვს. ქვემეხი. ქვემეხი? კი. და. ნახო რა სიზამ შენ ტრეილერები ჩემ წინააღმდეგ, მაგრამ მგონია რა ვიცი. სალი. დაიშლება შენ თიზები. კაი სალი არის აღარ შემოდის საქართველოში, მომის გამო და ნახოთ. დავტენი კარგად მაინც. გამიხარდება. რა, მაგის როგორც ყოველ ჩემს ყველა ბრძოლაში ჩემი დიდი უპირატესობა არის ჩემი დარტყმა, ჩემი ტექნიკა, ჩემი მოძრაობა. ყველაფერი. ნახოთ რა ჯგუფში რა როგორ წავალთ, ანუ უპირატესობა
შეიძლება მქონდეს, შეიძლება არ მქონდეს, შენთვის კიდევ ერთ კაი ამბავს გეტყობავდი, გინდა? მითხარ. ჯერ გამაში ცაციასთან არ მიჭყუბია. რაც ვაფშე? არა. ო. რაც ცოტა სტილისტიკურად სხვანაირია, მაგრამ ვიცი რომ ცაციებს უკანა მარჯვენა პირდაპირი კარგად ხვდებათ და ნახოთ რა. კი. კიო, მეტახვევა ჯიგარი. კი, ბაზარი არ ხვდება. აბა მაშინ მარტო პირდაპირებს გამოუშვებ. გამოუშვიეთ რა პრობლემა. თან მე როგორც გავიგეთ და თან მე როგორც ვიცი, ნუ საკმაოდ რეალურია, იმიტომ რომ მეც გონია მსგავსი შემთხვევა და ეს უკვე აქამდე თქვი რომ საუკეთესოებთან გინდა ბრძოლა. კი. შენი ერთ-ერთი მიზანი და მიზეზი იყო ჩემთან ბრძოლა. ასე არის, კი. ნუ ეხლა ბავშვობაში რაც მოხდა და რაც ასე რომ ვთქვათ მარცხი მომივიდა რინგზე, ანუ შეჯიბრი არ იყო, სპარინგების თემა იყო რა. მარცხია. მაგრამ არ მესიამოვნდა ცოტათი რა. ხო და რა ვიცი, ერთ-ერთი მიზანი ესეც არის, პატარა რაღაცა, უნიშნულო რაღაცა რა, მაინც. ხო და რას მომთქვი, რაღაცა მაინც ადამიანს ყოველთვის. ხო, რაღაც გულში მაინც ჩარჩენილია რაღაცა, მაგრამ რა ვიცი, რადგან ამოხვედი შენ ჩემ წონაში, მე კი აგერ ვარ და ესე თქვი რომ, რა ვიცი, საუკეთესო მინდა ჩემთვის, ჩემ მომავლისთვის და რა ვიცი, მინდა რომ გავიქაჩო, ასე რომ ვთქვი. აი ერთ-ერთი შანსი არის ის, რაც შენ გაქვს, რა ასე რომ ვთქვი. სახელი, ტიტულიც ჩავთვლი ამასაც და რა ესენი მინდა ყველა ამ განმოვიბარო რა. ანუ რევოლუცია უნდა მოვახდინო გამაში. აი მართლა ისეთი სიტუაცია, რომ მართლა სოლიდაგული გისურვებ წარმატებებს. უბრალოდ ეს ხალხს არ ეგონოს, ეხლა რომ ჩემთან ჭხუბში გისურვებ რა. ჩემთან ჭხუბში რასაც გისურვებ, ერთადერთი ისაა და რასაც ჩემ თავს უსურვებ, ულტრამობრძოლა მინდა რომ გქონდეს. არ მინდა რომ დიდი ზიანი მიიღო ან მე მივიღო და საკაიფო ჯიგრულად დამთავრდეს ჭხუბი. ბაზარი არა. და დარჩენს კიდე რინგის ეკით კი ჩავეხუტებით როგორც გშვია ისე. ასე. ერთად მოვიკითხოთ მეორე სამეგრელო, ჩვენი გული. ხა ბევრს არ სიამოვნებს და ვიცი რა, იმიტომ მეეუნებიან, კაროჩი ბევრი ქვეყანა ხალხია რომ აუ მეგრელები ხარ და ასეთები არ ვართ მეგრელები და გეუნები აგერ ანუ ალალა გეუნები რომ ბევრი მწერს. ანუ ერთს მივწერე, მეორეს მივწერე, ერთი დეგივე მწერ და უკვე მომბერძა რა და არც პასუხს ვცემ, არც ვწერ და ვაფშე არაფერი რა. ხა ისინი რას იფიქრებენ არ ვიცი, მაგრამ ბევრზე მაქვს მინაწერი. კი, მეგრელები ვარ. რაღაცა ბავშვობაში სანაცნობო და რაღაც ერთად ვიშვოდით, მაგრამ ყველაფერსო თავი დავანებოთ? რინგია და დაჟე ისიც ვიცოდი რომ შენ გამაში იყავი, მაგრამ მე რო არ მინდოდეს ჭხუბი და შენ დაჭხუბი, მაშინ არც მოვიდოდი აქ მე. იმიტომ რომ თავიდანვე ვიცოდი შე აქ ჭხუბობდი, მაგრამ სიამოვნებს მე მომწოს ეს მუშტიკრივი გამა ორგანიზაციაც, ამავე ორგანიზაცია და რა ვიცი, ასე რომ ვთქვათ, ერთ-ერთი სასიამოვნო ორგანიზაცია, სადაც მე ვჭხუბობ და მიჭხუბია კიდევაც რა. ერთ-ერთი საუკეთესო არის ეს ორგანიზაცია. სიამოვნებასაც ვიღებ, ადამიანების გავიცანი ქვეყანა, კაი ბიჭი, ანუ კარგი ბიჭები რა, პატიოსანი ბიჭები, მაგარი ვაშკაცები და სპორტსმენი ბიჭები, ანუ არ ვიცნობდი რა, ადრე რა. დღეს კიდე რა, ბევრი შევიძინე სანაცნობო, ასე საზმაკაცო, აუ ეხა ბექასაც ეხა ამდენი ხანია მაგის მე გასული და კი რაღაც პონჩი ისე თუ ასე ხედავდი, მაგრამ ეხა უფრო ხშირად დავნახავ ბექას და რა ვიცი როგორც ადრე ისეც მო. კი, რა თქმა უნდა, ჭხუბის მერე თავისთავად. არც გაგიგო. რაც გამაში რჩება, ანუ რაც საკური იქნება რომ ბევრჯერ გნახავდი ერთად. შეიძლება სუფრაზეს გნახოთ, შეიძლება კი არა, უცილებლად გნახავ და კაი ამბებში და ასე შემდეგ, სულ კარგად ჯიგრულად ყოველთვის ერთად. რაც რინგზე ხდება, რინგზე რჩება, ასე რომ ვთქვა. რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა. მე ეს მაქვს სალაპარაკო. მე ყველა ჩემს ყოფილ მეტოქესთან, ყველასთან თუ არა, ნუ 1-2 კაცის გარდა, ვისთანაც აი პირადი ის არ მქონია რა, სუბი ესე რო თქვა და აქეთ არ მქონია და ვინც დაუკრეფავში არ გადასულა, ყველასთან ესეთია ურთიერთობა მაქვს, რომ აი ძალიან მაგარი რა, აი ყველასთან ძალიან მაგარი, იმიტომ რომ საქართველოა, საქართველოში ახლა ჩვენ ვიზდებით როგორც მებრძოლებად, ვყალიბდებით ძალიან მაგარ მებრძოლებად, რათა დავიმკვიდროთ ის ადგილი, რაც გვეკუთვნის და შემდეგ უცხოელ სპორტსმენებს გავუმასპინძლდეთ, კაი სული და გულით და გავლახოთ ყველა რა. ეგაა თემა. ეხლა ჩვენ ერთმანეთში ვიზდებით, ერთმანეთს ვდით და
მე გავლახავთ უცხოელებს რა, ჯერჯერობით ქართველებმა უნდა ხოცოთ ერთმანეთი, მაგრამ შემდეგ ყველა ერთად იქით შეუტევთ ყველას რა. ანუ ერთი რაღაც მაინტერესებს კიდე რა. ანუ ნანახის მაგ, მოსმენელის მაგ, რა გეუბნებია რომ ასე სუსტი მებრძოლები ხდებაო, კორტავასო და სად კორტავო და სად ისაო რა, რა ქვია, ვინც გაგნა ჩხუბარი ხა ჩანადარების. ყველა არისო სუსტი მეთოქე რა, ანუ არჩევს კორტავას რო თქვა. აი, ამას თავი დავანოვოთ, მაგრამ ჩემზე მაგალითად რა ეს გაქვს შეხედულობა, ანუ რამდენად ვაფასებ შენ? ეხა უყურე ნახე როგორი სიტუაცია. ჩემს ყველა მეტოქეს ვაფასებ ყოველთვის, იმიტომ რომ ბრძოლა რა. მე არავის არ ვარჩევ ამ ხალხს ტვინში არაფერი არ ვდევთ. მე არ ვარ არც მატჩმეიკერი, არც ორგანიზატორი, ესე მოდი ვისთან უნდა ბექაჩხუბი და მოდი შენი ჩხუბი რაღაც არ ვარ ძმაო ეგეთი და ეგეთი არც არავინ არაა გამაში, ხომ მოხდა ის საერთოდ რა, არავის არ აქვს მაგდენის უფლება და არავინ არა ეგრე რომ ესე მოდი აგერ ამასთან ვიჩხუბებ, ეგერ იმასთან ვიჩხუბებ რა. თავიდან შემოვედი, ვინები შემხმენ და ვიჩხუბე. ეხაც ვინც რეიტინგში პირველ მეორე ნომერი იყო და ვინ ჩემთან ახლო იყო, ყველა ეგეთ ადამიანს ვიჩხუბე რა. ზოგს ნულებზეც ჰქონდა, ზოგს ისეც ჰქონდა, ესეც ჰქონდა და ვიჩხუბე. ეხლა რა შეეხება ეგეთ რაღაცას, ანუ შენს კითხვას რა, კომენტარები შემხვდა, რომ შენზეც წერებს გავს რაღაცეებს რა. ყურადღებას არ აქვს. მაგრამ ყურადღებას არ აქვს, მეც არ მოგცემ, იმიტომ რომ შენ ძალიან კარგად იცი, რომ სუსტი მეტოქი არ ხარ, მეც ძალიან კარგად ვიცი, რომ სუსტი მეტოქი არ ვარ, მეც შენთვის, მაგრამ ისეთ რა, ვინც კომენტარებს წერთ რა, თუ ესე ძალიან მაგრები ხარ და თუ ხალხი ესეც სუსტები გონიათ რა. შეგიძლიათ ერთხელ გადმოდგათ ნაბიჯი, თქვენ თვითონ იჩხუბოთ, ნახოთ საერთოდ რინგი რა არის და მაგის მერე აღარ ელაპარაკებთ, დამიჯერეთ ეგრე რა, იმიტომ რომ არა რა ეგრე თქვენ რო ფიქრობთ. შენ რაც შეგეხება საკმაოდ ძლიერი მეტოქე ხარ ჩემთვის. მე ყველა მეტოქეს ძლიერად და რო გითხრა ფილმზე მეტად აღვქვა, მაგრამ ყველას ერთ დონეზე, ყველას ერთნაირად ვაფასებ, ყველასთან ერთი და იგივე მიზანი მაქვს და ყველას ერთნაირად ვუყურებ რა. შრომობ, ვემზადები, წვალობ იმისათვის რომ გავიმარჯვო და ის რომ ადამიანფასდეს უფლისყალობით. სხვა არაფერი რინგზე გამოვდივარ და ვჩხუბობდა და არჩენი უფლისყალობით ყველაფერი ისე მიდის როგორც მე მინდა ხომ, ნახოთ. მადლობა უფალს ამისთვის. კარგი რა ვიცი. ისე გეტყვი რა წარმატებები ჩემს მიერ რა. და 28-ში შეხვდებით. რა თქმა უნდა, აბა მაგრაც მოვა 28-ში შეხვდებით. 28 მარტს ბექა კორტავა გამას რინგზე ბრუნდება. 70 კილოგრამის ყოფილი ჩემპიონი ძალებს 77 კილოგრამში მოსინჯავს, სადაც რეიტინგის მესამე ნომერს გურამ კვარაცხელიას დაუპირისპირდება. 57 კილოგრამის ქამრისთვის შეებრძოლებიან ერთმანეთს დაუმარცხებელი ბექა გაბაიძე და ქამრის ყოფილი ჩელენჯერი გიგა თაბუკაშვილი. აკაკა კრიაშვილსა და საბა ბუცხრიკიძეს შორის დაწყებული პირადი დაძაბულობა გაგრძელებას რინგზე ჰპოვებს. ახალგაზრდა კონტენდერი ლუკა მეგრელი კი ტიტულისკენ სვლას განაგრძობს და ნიკა გელაშვილის წინააღმდეგ მორიგი გამარჯვების მოპოვება შეეცდება. 28 მარტს არ გამოტოვო გამა ვოჩმენ.